რა არის სიყვარული? ვერავინ ახსნა რა არის სიყვარული, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ის არის თავგანწირვა და ცხოვრება სხვებისთვის. ასე განმარტა სიყვარულის არსი ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემას საუბრების სტუდიაში. ჩვენ უწმინდესის სიტყვებით დავიწყეთ ეს გადაცემა და ბუნებრივია, მთელი გადაცემა მიეძღვნება მას, ისევე როგორც ჩვენი ეს დრო, ეს დღეები, ჩვენი გულები, ჩვენი ფიქრი ეძღვნება ჩვენს უწმინდესს, იმ დიდ გლოვას, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში, იმ საოცარ ეპოქალურ მოვლენას, რომელიც აღესრულა უწმინდესის გარდაცვალების ამ სამყაროდან გასვლის სახით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარიც არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უწმინდესის კეთილი შვილი, მისი კეთილი საქმეების გამგრძელებელი, მისი ანდერძის, მისი დანატოვარის, მისი შეგონებების და ქადაგებების კეთილად აღმსრულებელი. ეს გახლავთ მომღერალი, მხატვარი, ქალბატონი დალი ანთიძე ციმერმანი. ჩვენი გადაცემის მსმენელები მას კარგად იცნობთ, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ქალბატონ დალიზე, გაგვეჟღერებია მისი სიმღერებიც, მაგრამ საოცარი არის ის, რომ ამ მძიმე დღეებში ქალბატონი დალი, რომელიც უკვე მრავალი წელია ცხოვრობს გერმანიაში, ჩამოვიდა იქიდან და თავისი უწმინდესი, თავისი სულიერი მამა გააცილა სიმღერით. დიდი მადლობა ქალბატონო დალი, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომ ხართ ჩვენს გვერდით და მე ვიცი თქვენი დრო, მე ვიცი მდგომარეობა, ღრმა, სულიერი და ის სევდა და ნაღველი, რომელიც რაღაცა სიტყვებზე მეტია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ ჩვენს მსმენელებთან ერთად იზიარებთ და ერთად ვიზიარებთ ჩვენ ამ ჩვენს დიდ ტკივილს, მადლობა ამისათვის და კიდევ ბევრი რამისათვის. მადლობა თქვენ, მადლობა უფალს, რომ მე დღეს სამშობლოში ვარ, უსამძიმრე მთელ საქართველოს ამ დიდ ტკივილს. ჩემო წმინდა პატრიარქო, ჩვენ სულ ერთად ვიქნებით და ძალიან მიყვარხარ. ბოლო 15 წელია 4 იანვარს უწმინდესის დაბადების დღეს ყოველთვის საქართველოში მოვფრინავდი. ჩემთვის ნამდვილი ახალი წელი მხოლოდ მაშინ იწყებოდა, როცა ჩემი სულიერი მამისგან, ჩვენი უწმინდესისგან კურთხევას ავიღებდი, მას ვუმღერობდი და გავახარებდი. მხოლოდ წელს იყო გამონაკლისი. ვერ მოვახერხე მის დაბადების დღეს ჩამოსვლა. არ შემეწყო ხელი, მაშინვე ცუდად მენიშნა. მაგრამ საკუთარ თავსაც არ გავუმხილე. შობას ჩამოვედი და სამების ტაძარში ვუგალობე საქართველოს და პატრიარქს. ამით ამოვიოხრე გული. მაგრამ გავიდა სულ 2 თვე და ყველანი მთელი საქართველო ამ უზარმაზარი ტრაგედიის ჭირის უფანი გავხდით. აღესრულა ჩვენი უწმინდესი, ჩვენთვის მლოცველი, ჩვენზე ზრუნვასა და დარჩი, დამდნარი და დამშვრალი. გერმანიაში ვიყავი და იმ დღეებში ყველაზე მძაფრად განვიცადე ჩემი აგრეთვე ემიგრანტების ტკივილი, ჩემი ხალხისგან შორს ყოფნა ამ ხელა ტკივილის დროს. ბოლოს ვეღარ გავცელი და გამოვფრინდი. დაკრძალვის დღეს, როცა უწმინდესი სიონში შემოაბრძანეს, იქ ვიყავი, გალობელთა გუნდთან ერთად და ჩემი ალილუია მიუძღოდა მას უკანასკნელი განსასვენებლისაკენ. ეს სულ ცოტა ოდენი შვება იყო ჩემთვის. რამდენი რამ აქვს გასახსენებელი, მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა პატრიარქის სიყვარულით. მან გამზარდა, ჩემში ქრისტიანობის სიყვარული გააღვივა, ადამიანის ხელოვნების სიყვარული გააღვივა. მან დამლოცა სრულიად პატარა გოგო ტაძრის ხარაჩოზე, რომ შემდგარიყავი და მომეხატა. დამილოცა ჩემი ყოველი ნაბიჯი. ეს ლოცვა და კურთხევა მომყვება სულ, სადაც უნდა ვიყო. ერთხელ უწმინდესთან სტუმრობის დროს ხელში ისფერი ორქიდეა მეჭირა. ჩემი ძვირფასი სულიერი მამისთვის მისართმევად. პატრიარქი რომ დარბაზში შემოვიდა, მაშინვე ორქიდეას ყურადღება მიაქცია და თქვა, რა სილამაზეა. ეს სილამაზე უწმინდესის და ჩემი ურთიერთობა, ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ იქცა სილამაზის კავშირი, სულიერი კავშირი. ჩემს ეზოში ბაღი გავაშენე. პატრიარქსაც ხომ ძალიან უყვარდა მცენარეები.
მეც ულამაზესი მცენარეები და ხეები და ყვავილები მაქვს დარგული. 2 ხატია, მათ შორის ღვთისმშობლის და ჩვენი დიდი სულიერი მამის. ისინი ჩემი მშობლები არიან. როცა შევხვდებოდი, მეტყოდა ხოლმე, ჩემი ტკბილი პატრიარქი, მიმღერე შვილო. ეს 2 სიტყვა იყო იტევდა ყველაზე დიდ მამაშვილურ სიყვარულს, დიდ ქრისტიანულ სიყვარულს და ურთიერთობას. ძალიან დიდი მადლობა, ძვირფასო ქალბატონო დალი, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ და გავიხსენებთ თქვენს საოცარ ურთიერთობას, ძალიან ღრმას, ფაქის, ძალიან მოსაკრძალველს. და მე მინდა ახლა ჩვენს მსმენელს მოვუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ გაგიცანით თქვენ და რა იყო ის, რამაც დამაკავშირა აი ამ მართლაც სილამაზესთან, თქვენ სილამაზე ახსენეთ და აი ეს სილამაზე, მშვენიერება, კეთილშობილება, აი სულ ეს სიტყვები მახსენდება, როცა თქვენზე ვფიქრობ, როცა თქვენზე და უწმინდესზე ვფიქრობ ამ ურთიერთობაზე, თქვენზე და დედა ეკლესიის ურთიერთობაზე ვფიქრობ. ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ, როდესაც შემეხმიანა ჩემი მეგობარი, მწერალი მარიამ ციკლაური და ასეთი ამბავი მითხრა, რომ დაიწყო მუშაობა წიგნზე ერთი ხელოვანის შესახებ, არაჩვეულებრივი ხელოვანის შესახებ, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში და რომელსაც ბავშვობაში მარიამი იცნობდა. და ეს ხელოვანი არისო ქალბატონი დალი ანთიძე ციმერმანი, რომელიც არის მხატვარი, რომელიც არის მომღერალი, ევროპის სცენებზე ასრულებს ძალიან წარმატებით საოპერო არიებს, მისი არაერთი გამოფენა ჩატარებულა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და აი ამ ადამიანის შესახებ წერ ბიოგრაფიულ წიგნს და აი ეს ყველაფერი კი შთამაგონაო ჩვენი საერთო ბავშვობის მეგობარმა და კარგმა ახლობელმა დედა ზოილემ. აი ასე გავიცანი ერთად ეს 2 სახელი ასე შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში, ჩემს ცხოვრებაში და აქედან მინდა დიდი მადლობა ვუთხრა დედა ზოილეს, რომელსაც გაუჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო წიგნი თქვენს შესახებ, ქალბატონო დალი. მარიამმა არაჩვეულებრივად შეასრულა ეს დავალება, ეს ამოცანა და შეიქმნა ძალიან კარგი ბიოგრაფიული წიგნი სიყვარულის ჩიტი, რომლის თანაავტორი ძანდებით თავად თქვენ და დედა ზოილეს იდეის შთაგონებით შეიქმნა ეს და მადლობა კიდევ ერთხელ მას, აი აქედან მოვეფელოთ, მოვიკითხოთ დედა ზოილე, რომელმაც საფუძველი დაუდო იმას, რომ მე ამ წიგნით ძალიან ბევრ ადამიანს გაეცნო თქვენს შესახებ, თქვენი საქმეების შესახებ. ნამდვილად მადლობა დედა ეკლესიას ამ მადლისთვის დედა ზოილეს. ვეფერები ყოველთვის საფრანგეთიდან ჩვენი პატრიარქის ტკბილი შვილი არის და ლოცველი ჩვენზე. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს და კარგად და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი დედაო. დიდი მადლობა. და თქვენ ახსენეთ აი ეს ფაქტი, როდესაც აი 17 წლის გოგონა სამხატვრო აკადემიის პირველ კურსელი სტუდენტი პირველად შედექით ეკლესიის ხარაჩოზე და დაიწყეთ ტაძრის მოხატვა. და ეს დიდი საქმეც, ეს დიდი მოვლენაც თქვენს ცხოვრებაში და არა მარტო თქვენს ცხოვრებაში აკურთხა უწმინდესმა. ეს იყო მართლაც განსაკუთრებული ამბავი. მე ეს ამბავი მარიამ ციკლაურისაგან გავიგე, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს მოხდა 80-იან წლებში, გასული საუკუნის 80-იან წლებში და ვინც ეს ამბავი შეიტყო, ეს იყო იმ ხარისხის, იმ რანგის მოვლენა, რომელიც აი ბაგიდან ბაგეზე გადადიოდა და აოცებდა და აღაფრთოვანებდა ყველას. და მას შემდეგ კი რაც ადამიანებმა იხილეს თქვენს მიერ მოხატული ნახშირგორის ეკლესია ლისის თემში, მაშინ სრულიად გაუდაბურებულ, გაუკაცრიელებულ ადგილას, ნასოფლარ ადგილას, სადაც იყო თითქმის მიტოვებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების. აი, როდესაც იხილეს უკვე თქვენს მიერ მოხატული ეს ტაძარი, ეს აღფრთოვანება კიდევ უფრო გაორმაგდა და აი საერთოდ ეს პრეცედენტი, რომ ქალს მოეხატა და თან ასეთ პატარა გოგონას ტაძარი საერთოდ იყო პირველი საქართველოში, როცა ასე იწყება, აი ამ მოვლენით იწყება შენი სულიერი ცხოვრება, ეს უკვე არის რაღაც აი ძალიან დიდი გზის საწინდარი და ესაც იყო დალოცვა თქვენთვის. მე აი ამ წიგნში არის ესეთი არაჩვეულებრივი ამბავი, რომ როდესაც მეუფე თადეოზმა იხილა თქვენი მხატვრობა, მას უთქვამს, რომ წადით ყველანი და ნახეთ და განიწმინდეთ ამ ბავშვის ნახატების ხილვითო. მე მგონი უკვე ყველაფერს ამბობს, ეს თავისთავად ეს გულიდან ამოძახილი. და აი ასე დაიწყო თქვენი ურთიერთობა დედა ეკლესიასთან
კიდევ ერთი ამბავი მიყვარს თქვენს მიერ ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებული, რომ ვიდრე დაიწყებდით ტაძრის მოხატვას, თქვენ მოიარეთ მთელი სამეგრელო და ნახეთ უძველესი ხატები, ხო, რაც შეისწავლეთ, განეწყვეთ, შთაგონდით აი ამ ძველი ქართული მხატვრობით, ხატწერით, ფრესკებით და აი ამის შემდეგ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში ეს საოცარი ამბავი. დაიწყო კიდევ დიდი ამბავი თქვენი და უწმინდესის ურთიერთობისა. და მე მინდა ახლა აი ამ წიგნიდან მოვიხმო პატარა ფრაგმენტი, როდესაც თქვენ ყვებით იმის შესახებ, თუ რა ძლიერი, სულიერი კავშირი იყო თქვენ შორის. ჩვენი პატრიარქი წინასწარმეტყველია და წინასწარ გრძნობს ყველაფერს, რაც უნდა მოხდეს. ერთხელ, როცა თბილისში ის საშინელი 13 ივნისის კატასტროფა მოხდა, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე, რომელშიც ძალიან დამეხმარა და უსაზღვროდ მადლიერი ვარ ქალბატონი ლიამ ჭედლიშვილისა. ეს საქველმოქმედო კონცერტი დაზარალებულ თბილისელთა დასახმარებლად ჩავატარე. კონცერტისთვის თბილისში ჩამოსულს კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე უწმინდესთან შესვლა მომიწია. უწმინდესი საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთ ოთახში თავდახრილი იჯდა, თითქოს არ შემოუხედავს ჩემთვის, მაგრამ იგი ჩემს სულს უყურებდა მამობრივი გულით. მან არ იცოდა, მისთვის არავის უთქვამს, რომ მე უნდა კონცერტზე მემღერა. თავჩახრილმა ძალიან ტკბილი ხმით მხოლოდ 2 სიტყვა მითხრა: შვილო, მიმღერე. არადა არც შემოუხედავს და არც იცოდა, რომ მე სწორედ სამღერად ვიყავი ჩამოსული. მე კი ეს 2 სიტყვა, შვილო, მიმღერე, სულის ზეიმად მეკცა. რა თქმა უნდა ვუმღერე. კონცერტი ამ შეხვედრის მერე 2 დღეში გაიმართა. დიდი მოწონება ხვდა წილად კონცერტს და გარკვეული თანხებით შევუგროვეთ 13 ივნისს დაზარალებულ თბილისელებს. დღეს დარწმუნებით გეუბნებით, რომ უწმინდესის გულმა ყველაფერი დაინახა და იმ 2 სიტყვით დამლოცა და აკურთხა ჩვენი კონცერტი. შვილო მიმღერე, რამდენი რამის მთქმელია ეს 2 სიტყვა. და რაც შევძელი იმ კონცერტით, რა დახმარებაც გავეცი ჩემი თანამოქალაქეებისთვის, რა სიკეთის გაკეთებაც მერგო, ესეც რაღა თქმა უნდა იმ 2 სიტყვის მადლმაქნა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახლა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი აი ამ ჩანაწერიდან, აი ამ საქველმოქმედო კონცერტის ჩანაწერიდან, სადაც ქალბატონი დალი ასრულებს უწმინდესის ავე მარიას. გთავაზობთ ამ ჩანაწერს.
ძვირფას რადიო მსმენელებო, ბრუნდებით სტუდიაში, ჩვენი სტუმარი გახლავთ მომღერალი და მხატვარი დალი ანთიძე ციმერმანი და ჩვენ საუბრობთ ჩვენი უწმინდესის შესახებ, ქალბატონ დალის მასთან განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ და ეს ბევრ რამეში გამოიხატებოდა. პირად საუბრებში ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ქალბატონ დალის ხშირად გაუზიარებია ის უცნაური შემთხვევები, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება დედამიწაზე. ის სიმბოლოები თუ ნიშნები, რომლებითაც ის თავისი ქვეყნიდან, თავისი დედაეკლესიიდან მრავალი ათასი კილომეტრის დაშორებით მუდმივად გრძნობდა ხოლმე აი ამ სიახლოვეს. ჩვენს სამშობლოსთან, უწმინდესთან, ქართულ ენასთან, სიტყვასთან და ეს სიახლოვე იმაზე უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისა, ვინც ისედაც ვართ ამ წიაღში. და აი, როდესაც ქალბატონი დალი აპირებდა წამოსვლას საქართველოში, აი ხა ამ ბოლო დღეებში, აი ამ უმძიმეს დღეებში, კიდევ მოხდა რაღაც ისეთი საოცარი, რაც მან მთელი გულით ატარა. და მე ყვებოდა ამ ყველაფერს როგორც პოეტურ, მხატვრულ ამბავს იმაზე, თუ რაოდენ ცოცხალია ეს ჩვენ შორის სულიერი კავშირები და როგორ გვაჩვენებს ღმერთი ყველა დეტალში, ბუნების ყველა გამოვლინებაში, ყველა სულიერ არსებაში რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანს და მარადილს. ძვირფასო ნინია, მინდა ვთქვა, რომ პატრიარქთან ურთიერთობა აბსოლუტურად ჩემსეთ ისეთი დიდი ზელმოქმედება მოახდინა, რომ მისგან გასული მივდიოდი საფრანგეთში, მე არც ვიცოდი მთელ ბაღში ულამაზეს ყვავილებს. ულამაზეს წალკოტი გახდა, თურმე ეს ენერგია მაკეტებინებდა ისეთ საქმეებს იქ და საერთოდ დედამიწაზე რომ დავდივარ და უკვირთ ჩემი დიდი მადლობა ჩემს პატრიარქს, მიყვარხარ ჩემო პატრიარქო, რომ ასეთი ვარ. და ასეთი მხოლოდ დედა ეკლესიის და თქვენი წყალობით ვარ და მე მგონი პირველ რიგში ჩემო კარგო, ჩემო ნინია, ის მინდა ვთქვა, რომ მე პატრიარქთან ისეთი გავხდი, რომ ხვალ მტერი რომ მოვიდეს, მე სიყვარულით ხვდები, სიკეთით უბრუნებ ყველაფერს უკან და ეს ყველაზე დიდი რამე არის, როცა მტერს სიკეთით დაუბრუნებ ყველაფერს და გიყვარს გებრალება და გტკივა. მე მგონი დედამიწაზე თუ ადამიანს ადამიანი ეტკინება, არც ომი არ იქნება და სიმშვიდე და სიყვარული იქნება, ისეთი როგორც პატრიარქს სურდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ადამიანები მიყვარს და ჩემი ტკბილი პატრიარქის დახმარებით კიდევ სანამ ცოცხალი ვარ ვეცდები და ვეხმარო. კი, ჩვენ ეს გადაცემა დავიწყეთ უწმინდესის სიტყვებით სიყვარულის შესახებ, აი უპირობო სიყვარულის, თავგანწირული სიყვარულის შესახებ და აი სწორედ ამას ძანებთ თქვენს, რომ აი ეს უპირობო სიყვარული, რომელიც არ ცნობს ანგარებას, არ ცნობს შურისმაძიებლობას, არ ცნობს პატივმოყვარეობას, ეგოცენტრიზმს, აი ეს უპირობო სიყვარული არის ის, რაც უწმინდესისგან შეითვისეთ, როგორც მამისაგან შვილმა იმემკვიდრევეთ და თქვენც გასცემთ ამ ყველაფერს ისე, რომ ეს ძალიან გადამდებია და თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ამას ყველაფერს აფასებენ და რომლებიც ამას ხედავენ და რომლებსაც ასევე უნდათ, რომ ისევე მოიქცნენ, როგორც თქვენ იქცევით მოყვასის მიმართ და ზოგადად ადამიანის მიმართ, რაც უნდა იყოს კიდეც ასე. და აი ამ წიგნში არის რამდენიმე ამბავი და რამდენიმე მონოლოგი ქალბატონი დალის მეგობრებისა, ნაცნობებისა, იმ ადამიანებისა, ვინც აფასებენ მის შემოქმედებას, აფასებენ მას როგორც ადამიანს და მოყვას და აი ეს ნიმუშის სახით მინდა რამდენიმე ფრაგმენტი წაგეკითხოთ და თავად განსჯით თუ რა ძალის სიყვარული ტრიალებს მის გარშემო. ლელა იმნაძე ღუდუშაური. დალი საოცარი ადამიანია. ის არაჩვეულებრივად გალობს, თავისი უნიკალური სტილით, ხმის ტემბრით. ერთხელ სიონის ტაძარში შევესწარი ალილუიას გალობდა. მთელი მრევლი მისკენ შევტრიალდით, თვალზე ცრემლმორეული ვისმენდით. ის ისეთი გულწრფელი იყო, ისეთი მართალი, სულში ჩამწვდომი. ის არის ადამიანი, რომელსაც სამშობლო და დედა ეკლესია გულით დააქვს, მონატრებული და მასზე მლოცველი. მას მინდა ვუსურვო ის ენერგია, სიხარული, ბედნიერება და სიამოვნება, რასაც ის ამდენ ადამიანს უხვად აძლევს, მის ახლობლებს და მეგობრებს უკლებლივ დაუბრუნდეს. ასევე მინდა ნატო შუკაკიძის ქალბატონი დალის მეგობრის წერილიდან ფრაგმენტი წავეკითხო. ერთ დღეს, როცა სიონის ტაძარში ვიდექი,
ზიარება უნდა მიმეღო, უცებ საოცარი გალობა გავიგონე, ღვთიური, სასწაული. დავფიქრდი, ნეტავი სიონის გუნდის რომელი მგალობელი გალობს ასე საოცრად მეთქი. ეს ღვთაებრივი ალილუია აღწევდა სულსა და გულში, გაიარა და გაათბო ძარღვები. ვერ მოვითმინე და სანამ ვეზიარე გამოვედი რომ დამინახა. თუ ვინ გალობდა და მართლაც და საოცრება, ჩემდა თავად წამოვიძახე, ეს ხომ დალია. თან არ მომჯეროდა რომ ის სიონში იდგა და გალობდა. ისე გალობდა თითქოს უფალს ავედრებდა მთელ საქართველოს და უფალს ეფერებოდა თავისი გულში ჩამწვდომი გალობით. თავის ისმარში მეგონა. ვედექი და ცრემლები თავისთავად მომდიოდა ემოციებით. ველოდებოდი გალობის დამთავრებას და თან ჭოჭმანობდი რომ მივიდე და ვერ მიცნოს მეთქი. რადგან მას მე არ ვიცნობდი ეს. იმ დროს არის არ ვიცნობდი. გალობის შემდეგ გახდა. მაგრამ ხო, აი თქვენმა გალობამ ბევრი ადამიანი დააკავშირა თქვენთან და ეს გალობა ისმოდა მართლაც იმ ამაღელვებელ, მისტიურ და ყველაზე ტრაგიკულ წუთებში, როდესაც უწმინდესი შეაბრძანეს სიონში. აი მკალების ფონზე, ხო, იმ ყვავილების ფონზე, რომლებიც თქვენ იხილეთ გერმანიაში. ჩემო ნინია საოცარია ნამდვილად. ეს თეთრი ყვავილი, ჩემი პატრიარქი ჩემთვის ყვავილია. მე ზოგჯერ ჩიტში მერცხალი რო დაფრინავს ყვავილებშიც. რა ვიცი, მეცოდვილი, რაღაც სხვა რამეს ხედავ, ღმერთს ხედავ ყველაფერში. და მე რომ გული რამეს დაინახავს, ამით ხო ბედნიერი ვარ. და ასეთი ვეცდები მოკლედ მოვყო ის ისტორია. ჩემი მეუღლე გერმანიაში ტყეში სერნობთ ხოლმე და ისეთი ადგილია, რომ იმ გზას რომ გაივლი, მიდიხარ პატარა ტაძარია იქვე გზაზე. და ბედნიერი ვარ რომ კვირა დღეს მაინც პატარა, ძალიან პატარა ტაძარში შევდივარ, ზოგჯერ მღერი ვღიღინებ, ლოცულობ და ვიხსენებ ჩემ პატრიარქს სიყვარულით და მორწმუნე ხალხია სოფელში. და ვარ ადგილას იყო პატარა სახით ქრისტეს ფიგურა. მივდიოდი ხოლმე ყოველთვის და ფეხზე ვიამბორებოდი და იქვე ქონდა ხოლმე ვარდი არ მინდვრის ყვავილი. აი ასე მიდიოდა დრო. სანამ ეს დიდი ტრაგედია მოხდებოდა, მეუღლესთან ერთად ისევ იმ გზაზე წავედით. და მივედი ისევ ქრისტესთან ვაკოცე და დავინახე თეთრი ყვავილი. მაპატიეთ, სახელიც ვერ გავიხსენი აქ მითხრეს. გადავიღე ვიდეო, გადავიღე ფოტომასალა, არ ვიცი რატომ ჩემმა მეუღლე აღარ იყო ვარდები და უკვე სხვა ყვავილი იყო. გადავიღე, ჩემი მეუღლე მელოდება, უკვირს წვიმდა, ქარი იყო. არა, რატომღაც მივიახლე, ყვავილს ვაკოცე, რაღაცნაირი შეხვედრა იყო ჩემო ნინია ამ ყვავილთან. გადავიღე ფოტო და ეს იყო ხელოვნური, ოღონდ ეს თეთრი ყვავილი, 3, დიდი. ამის მერე მესამე დღეს ეს ტრაგედია გავიგე საქართველოში და რაღაცნაირად უფალმაც ხელი შემიწყო, მადლობა უფალს, ისე მოხდა რომ ჩამოფრინდი. როდესაც სიონის ტაძარში შევედით და დილიდან იქ ვართ მგალობლები და ჩემთვის ლოცვაში ვიყავი და არსად არ გამიხედია და მთელი საქართველო ყვავილებში იყო. როცა ვიგალობე და საშუალება მომეცა ბოლოს 4 საათზე, რომ პატრიარქის სურათთან მივსულიყავი, რომ დამშვიდობებოდი სურათთან, მივედი სიონში და ღმერთო ძლიერო, მხარზე პატრიარქის სურათთან ზუსტად ის კალა იყო, დიდი თეთრი კალა, რომელიც მე გერმანიაში მხვდებოდა მთელი 1 კვირა და ბოლოს მაშინ რაღაცნაირად გულიდან დავინახე, თორემ მთელი დღე უყურებდი თეთ ყვავილებს, თურმე მთელი სიონი იყო ამ ყვავილებით გალამაზებული და იცით, ძალიან მენიშნა ეს რაღა მაინც კალა ქონდა და საერთოდ სულ ყველგან კალა იყო იმ დღეს. და ამ თეთრ ყვავილშიც, როგორც თქვენ ამბობთ, იყო აი ეს სული, გამთენი ყველგან. ჩემო ნინია, ეს იყო ისეთი დანახვა. ეს უნდა საუბარი ცოტა რთულია, უნდა ნახოთ ვიდეო მასალა და ხო გეუბნებით რომ მივედი და პატრიარქმა ყვავილიდან შვილო აქ ვარ მე და ყვავილით დამელაპარაკა. ეს რა იყო? ის კი აბსოლუტურად მისი ცხედარიც აბსოლუტურად კალაში იყო ჩასმული. მთლიანად სიონი. იცით, სამება ვარდებში იყო ჩასმული. მე პირველად ასე დამენახე, ეს მინდა ვთქვა და ეს იყო საოცარი. დიდება და მადლობა უფალს ყველათვისთვის. ძვირფას რადიო მსმენელებო, ჩვენი გადაცემა თანდათან დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ვიდრე დავასრულებთ ამ გადაცემას და გადაცემის ბოლოს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ქალბატონი დალის საგალობელი მოგასმენინოთ. მინდა რომ კიდევ ერთხელ ვახსენო
სიტყვა ნუგეში თქვენს წინაშე, აი ქალბატონ დალისთან ერთად, იმიტომ რომ აი ამ ძიმე დღეებში თითქმის ყველა თანხმდებოდა იმაზე და აღიარებდა იმას, რომ აი უდიდეს ტკივილთან ერთად გრძნობდა რაღაც საოცარ ნუგეშს. პირველ რიგში ალბათ იმის გამო, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და როგორც დავინახეთ და დაგვანახა თვითონ უწმინდესმა თავისი აღსასრულით ჩვენი თავი, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე ერთად ყოფნა, ასე გლოვაში გალამაზება, გამშვენიერება, ამაღლება. შეგვიძლია გაცნობიერება სიკვდილის და სიცოცხლის საიდუმლოსი და აი ყველაზე საუკეთესო მხრიდან შემოგვატრიალა თითქოს ჩვენმა უწმინდესმა და დაგვანახა საკუთარი თავიც და დაგვანახა მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ქვეყანაც. ეს იძლეოდა ნუგეშის საშუალებას და ახლა ამ ყველაფერთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ უნდა გავამართლოთ. აი ეს სიმაღლე, რა სიმაღლითაც ჩვენ ერთმანეთი დავინახეთ, ამ სიმაღლეს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთში და უნდა ვანუგეშოთ, ეს მუდმივად უნდა იქცეს დიდ ნუგეშად, დიდ რწმენად, იმად, რაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩვენი უწმინდესის გულს, ჩვენი წინაპრების სულს და დანატოვარს და აი ამ ნუგეშს გიზიარებთ ქალბატონ დალი თქვენც გამხნევებთ, იმიტომ რომ თქვენ საქართველოსთან შორს მყოფი ჩვენი ქვეყნის შვილები, ემიგრანტები კიდევ უფრო მეტად მტკივნეულად განიცდით ყველაფერს და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხნეობა ჩვენთვისაც. რას ეტყოდით თქვენ ჩვენ საქართველოს? ჩვენ გვყავს სულიერი მამა და ჩემო ტკბილო პატრიარქო. იქიდან დაგვიფარავ, ზემოდან გადმოგხედავ, თქვენი მადლი იქნება ყოველთვის და უფრო მეტად გამაძლიერებს მე პირადად სიკეთეში და მინდა ვისარგებლო შენთან ყოფნით თვითოულ ადამიანს, თვითოულ დედაოს, დედა ნატალიას, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ყველას მადლობას უხდი ქალბატონ შორენას, დედა ეკლესიას, რომ მე ბედნიერი ვიყავი ჩემს პატრიარქთან ერთად, თითქოს ცხოვრება გაიზარდეთ მასთან მის წიაღში. დიახ, ჩვენი מחარებელი იყო, ჩვენი გამხარებელი იყო და ზეციდან გაგვახარებს თავისი მადლით. მიყვარხარ ჩემო პატრიარქო, ჩემო ტკბილო მშობელო მამა. უღრმესი მადლობა ქალბატონ დალი, ჩვენს მსმენელს ვთავაზობთ თქვენს მიერ შესრულებულ საგალობელს. ალილუია. მე შეგახსენებთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ მომღერალი და მხატვარი დალი ანთიძე ციმერმანი, რომელიც აი ამ ძიმე დღეებში ჩამობრძანდა საქართველოში და ყველამ ერთად გავიზიარეთ ეს დიდი ტკივილი. მე კეთილი სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.